არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე სულის ფარულის ნეულებანი. სასარგებლოა თუ არა, ახალ დამწყებმა ქრისტიანმა იმსჯელოს მაღალ სულიერ თემებზე. საწუნოების გზაზე ახლად შემდგარს ასეთი ხიფათიც მოელის. მარტივი, მისთვის აუცილებელი კანონებისა და ქმედითი ქრისტიანული ცხოვრების საფუძვლების შესწავლის ნაცვლად შეიძლება მაღალ და რთულ სულიერ თემებზე მსჯელობა და მათი შესწავლა დაიწყოს. შეეცადოს თავისი უძლური გონებით, ჩაწვდეს იმას, რაც გონებით არ შეიცნობა. გაკადნიერდეს და წმინდა წერილის სიღრმისეული გამოკვლევა წამოიწყოს. საიდუმლო წინასწარმეტყველებათა განმარტება მოინდომოს. ჩვენი გონება იმდენად არის დაავადებული და დაზიანებული, რომ სწორედ მას არ უნდა მიეცეს თავისუფლება. სულიერ საკითხთა გადასაწყვეტად, სწორედ მარტივი, თითქმის ბავშვური რწმენით უნდა მივიღოთ ეკლესიისა და წმინდა მამათა მიერ უკვე ნაქადაგები და ზედმიწევნით განმარტებული მზა სულიერი მეცნიერება. ძალზე სახიფათოა თუ კი ვინმე, ვისაც ჯერ თავად სარწმუნოების საფუძვლებიც არ ესმის, გაკადნიერდება და განუწმენდელი გონებით შეეცდება ღრმა ჭეშმარიტების შეცნობას. მხედველი და არა ბრმა სარწმუნოება ის როდია, რომელიც სარწმუნოების თემებზე მსჯელობს, არამედ რომელსაც გულწრფელად, ურყევად სწამს და ეფუძნება იმ რწმენას, რომ ღმერთმა გვიბრძანა ეს გვწამდეს, როგორც ყრმას სწამს დედმამის სიტყვა. მსჯელობა არსებითად არაფერს მატებს რწმენის ძალასა და მნიშვნელობას, ხოლო ვინც რწმენის საქმეში უპირატესობას პირად თვალსაზრისსა და მსჯელობას მიანიჭებს, ის პირიქით აკნინებს თავისი რწმენის ღირებულებას უფლის წინაშე. ეს გავს ღვინის სიმაგრის შემცირებას, როცა მას წყალს ურევენ. ვინც თავის მსჯელობას დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს, მას თავისი გონების სწამს და არა ღმრთისა. უნდა ითქვას, რომ ეს უკვე აღარ არის რწმენა. იგნატე ბრიანჩაინო. როცა გონება, რომელიც სინანულით ჯერაც არ განწმენდილა, ისევ დაწრწის წყვდიადი ცულ დაცემის გარემოში, სულიწმიდით ჯერაც არ განათლებულა და არ იმართება, გაკადნიერდება და თავად საკუთარი სიტყვებით ამპარტავნების წყვდიადიდან დაიწყებს მსჯელობას ღმერთზე, ის უეჭველად ჩავარდება ცდომილებაში. ასეთი ცდომილება ღვთისმგმობელობაა. ღვთის შესახებ მხოლოდ ის შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ რაც მან თავისი უდიდესი გულმოწყალებით გვაუწყა. ნუ იქნებით მეტად ჭკვიანები და მრავლის ცოდნენი. ღვთისადმი უფრო სათნოა საკუთარი უძლურებათა სიმრავლის განცდის გამო დამდაბლებული სულის ბავშვური ტიტანი, ვიდრე თავდაჯერებულობით აღსავსე სულის ენამზეობა. იქვე იგნატე ბრიანჩაინო. მაღალ თემებზე მსჯელობით დაკავებული ვერ გაექცევა ცდომილებას და თუ მას გონია, რომ სულიერი ცხოვრებას მისდევს, სინამდვილეში ძალზე დაშორებული იქნება ხსნის გზიდან. ნაკლებ სასარგებლოა ცისა და ქვეყნის საიდუმლოებათა დაწვრილებით გაცნობა, ვიდრე საკუთარ ნაკლთა და შეცოდებათა შეცნობა. ეშვა კი განსაკუთრებით ხშირად აწვდის დახვეწილ, ზეაღმატებულ და განსაცვიფრებელ აზრებს მათ, ვინც გონება გამჭრიახია და მაღალ თემებზე მსჯელობა უყვარს და ისინიც თავიანთი გულის სიტყვების აღმატებულობითა და მათზე მსჯელობის სიამოვნებით გატაცებულნი ივიწყებენ გულის სიწმინდის დაცვას და ყურადღებას არ აქცევენ საკუთარ თავზე მდაბლად ზრახვასა და ჭეშმარიტ თვითმოქმედებას. ამრიგად, ამ პატავნებითა და თავდაჯერებულობით შებორკილნი საკუთარი გონებისგან იქმნიან კერპს. ამის შედეგად კი ნელ-ნელა შეუმჩნევლად იღებენ გულის სიტყვას, რომ აღარ ესაჭიროებათ სხვათაგან რჩევა და შეგონება, რა კი მიეჩვენენ ყველა საჭიროებისათვის მიმართონ საკუთარი აზროვნებისა და მსჯელობის კერპს. ჩვენ კი მუდად აღმატებულ თემებზე გვიყვარს მსჯელობა. თანაც გასაოცარია ის, რომ თანამედროვე კაცის გონებას ჯიუტად არ სურს დაკმაყოფილდეს მართლმადიდებლური სწავლების მიერ ნაქადაგების სულიერი ჭეშმარიტების განმარტებებით, რომლებიც ბევრს მეტისმეტად უცნაური და შეუძლებელი გონია. სამაგიეროდ, ეს ადამიანები იოლად უღებენ კარს ქრისტიანული სწავლებისთვის მიუღებელ ნააზრევსა და მონაგონებს, რომლებიც გვაოცებენ თავიანთი წარმოუდგენელი აბდაუბდით და რაიმე ჯანსაღი აზრის უქონლობით. დაცემულ გონებას თვისებად აქვს უგუნურება ხშირად უმაღლეს სიბრძნედ მიიჩნიოს, ხოლო ჭეშმარიტ სიბრძნეს დასცინოს. ამიტომ ქრისტიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია თავის გონებას შეასწავლოს
უბრალოება და მდაბლად მზრახველობა. სასულიერო წიგნებიც უნდა ვიკითხოთ მხოლოდ იმ მიზნით, რომ ეს ცოდნა გამოვიყენოთ საკუთარ სულისთვის, გავითფოთ გული, შევიძინოთ ლმობიერება და არა იმისთვის, რომ ამ ცოდნით სწავლულად წარმოჩნდეთ ხალხის წინაშე. ძალზე სახიფათოა, თავადაც განმარტოთ წმინდა წერილი, შევეცადოთ გონებით, ამოვიცნოთ ჩვენთვის გაუგებარი აზრები. წმინდა მამათა წიგნებში ასეთი შემთხვევაში დემონები ხშირად კარნახობენ გაუკუღმართებულ ახსნას, რითაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მივაყენოთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. რასაც ვერ გავიგებთ, უნდა ვკითხოთ მათ, ვინც კარგად შეისწავლა წმინდა მამათა ნაშრომები, ან წაგიკითხოთ წმინდათა განმარტებანი. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა მწვალებლობა იწყებოდა სწორედ წმინდა წერილის არასწორად განმარტებით. დამწყებ ქრისტიანს აც სჭირდება ბევრი საკითხის სიღრმისეული გაგება. ერთობ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სულიერი სიბრძნე მოიპოვება მხოლოდ ქმედითი ქრისტიანული ცხოვრების გამოცდილებით. შეიცნობა სულიერი ზრდის, გონებისა და გულის განწმენდის ხარისხის მიხედვით და არა აზროვნების დაძაბვით, როგორც ამას მიწიერი მეცნიერებები და გამოგონებები საჭიროებენ. ამიტომ გამსწავლისათვის ხშირად უნდა მივმართოთ წმინდა მამებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით გამლეს ეს გზა, საქმით გამოსცადეს მთელი ეს საიდუმლო სულიერი მეცნიერება.